განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ალიევმა საგანგებოდ მოიწვია უშიშროების საბჭოს ხდომა. ახლა აზერბაიჯანის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და არ არის გამორიცხული, რომ აზერბაიჯანმა უკვე იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ალიევმა ნახიჩევანის აეროპორტზე და სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა. ის რკინის მუშტით ემუქრება ყველას, ვინც თავდასხმა განახორციელა აზერბაიჯანზე, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს გაცხადებული ჰქონდა, რომ ის საკუთარ ტერიტორიას არ გამოიყენებდა ირანში არსებული კონფლიქტის საწინააღმდეგოდ და მეგობრებს ასე არ ექცევიან, ამბობს ილჰამ ალიევი. ახლა ოფიციალური ბაქო, ოფიციალური თეირანისგან კითხვებზე პასუხებს. ითხოვს ასევე ალიევმა უკვე მოითხოვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს და აზერბაიჯანის პრეზიდენტი სთხოვს ოფიციალურ თეირანს, რომ ჯერ ერთი გასცენ კითხვებზე პასუხები და მეორე მოიხადონ ოფიциალური ბოდიში. Bugün İran tərəfindən Azərbaycan ირანის ისლამური რესპუბლიკა უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას. სამიზნე გახდა სამოქალაქო ობიექტები. ირანის ლაჩრული ცეცხლის ქვეშ მოექცა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი, მისი ტერმინალი, სკოლა და სხვა ობიექტები. აზერბაიჯანი მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს. პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა განუმარტონ აზერბაიჯანულ მხარეს მომხდარი, მოუხადონ ბოდიში, ხოლო ამ ტერორისტულ აქტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არც მანამდე არასდროს დაგვიშვია. აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არც მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია, რადგან აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული რაიმე ოპერაციების წარმოებით მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენი პოლიტიკა ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვიცავდით და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ტერორისტული აქტი, რომელიც ირანმა ჩაიდინა, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად წარმოადგენს ირანის უმადურობის მაგალითს. ის უსინდისო ადამიანები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ამას ინანებენ. ისინი, ვინც ერთხელ ჩვენი ძალის გამოსცასსა და რკინის მუშტით განადგურდნენ. დღევანდელი ინციდენტიც იგივე შედეგს მოიტანს. ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც სომხეთის ოკუპაცია დავასრულეთ. მზად ვართ ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს. aktını törədənlər ყველა ინანებს, ვინც ტერორისტული აქტი ჩაიდინა ჩვენს წინააღმდეგ, ეს იყო პრეზიდენტ ალიევის მთავარი სათქმელი ოფიციალური თეირანის მისამართით და ახლა ბაქო ითხოვს კითხვებზე პასუხებს. ოფიციალური თეირანი და მათ შორის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კატეგორიულად უარყოფს, რომ აღნიშნული დრონის ჩამოგდების უკან თეირანი დგას, თუმცა ალი ხამენეის რეჟიმს ჯერჯერობით უფრო მაღალ დონეზე არანაირი განცხადება ჯერჯერობით არ უკეთებია. საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანში უკვე დაბარებულია ირანის ელჩი და საინტერესოა რა ექნება ოფიციალურად თეირანს პასუხი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბომბი ჩამოვარდა ნახიჩევანის აეროპორტში, ასევე ბომბი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. მოსწავლეები არ დაშავებულან, თუმცა დაშავებულია 4 ადამიანი, გარდაცვლილები არ არიან. რაც შეეხება შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, შეერთებული შტატები ანონსებს, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე არის საჭირო იმისთვის, რომ ირანის საზზე სრული კონტროლი დაამყაროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მათ შორის პენტაგონის ომის მინისტრმა მდივანმა პიტ ჰექსეტმა დაანონსა ისიც, რომ მას შემდეგ რაც სრული კონტროლი განხორციელდება საზზე, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მძლავრი რაკეტებით ასე ვთქვათ, რაკეტებს ჩამოაგდებენ ირანის ტერიტორიაზე. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ ცოტა ხნის წინ კადრებიც გაავრცელა, როგორ ანადგურებს ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებს. ეს იყო ინა ცარციძე, ნახეთ მისი რეპორტაჟი და მოისმინეთ ბოლო ამბები პირველებში 8-ზე.